ის იყო და რაღაც სრულიად ახლის პირველი წამიც დადგა. მთელი გაჭიმული 120 და რაღაცა წუთის, მთელი ამ დღეების ციკლის, მთელი ამდენი წლის ნაცადი, ნალოცი, ნალოლიავები და ნამუდარევი წამი. წამი, როცა ჯერ გავშეშდით, მერე ვიცეკვეთ და მერე ვიტირეთ. ვიტირეთ ბევრი, ვიტირეთ უშნოდ, ვიტირეთ ხმით, დიდი ხნის დაგროვებული ვიტირეთ, რადგან დიდი ხნის ნანატრი მოვიდა. კი არ მოვიდა, ძალით მოვიყვანეთ. მოედანზე დავამწყდიეთ, ალყა შემოვარტყით და აღარსად გავუშვით. პირველ რიგში ბიჭებმა არც ერთი წამით და არც ერთი მილიმეტრით სათითაოდ ყველა გამოცდას რომ უკან მოუხედავად შეუშვირეს თავი და საათზე გასწორებული დისციპლინით 4 მილიონ ადამიანს ბოლოს მაინც ჩვენი გაგვატანინეს. არ გავუშვით ჩვენს გულშემატკივარმა, რომლებმაც გავიმარჯვეთ პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ ეჭვებზე, შიშებზე, მოუშუშებელ ტკივილებზე და ერთმანეთთან დისტანციებზე. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ, როცა სამყაროს ყველა კუთხეში ერთ დროშას ჩავებღაუჭეთ და უამრავი კილომეტრის მიუხედავად ერთ სუნთქვად შევიკარით, რათა ისტორიის ამ ფურცლისთვის გვედარაჯა. როცა ჩავუთქვით, რომ იმ დღეს ყველას სახელით გავიდოდეთ. სწორედ ამიტომ ვიყავით იმ დღეს მინდორზე 1000-ობით თავდამსხმელი და 1000-ობით მცველი. და სწორედ ამიტომ მოვიდა გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში. ახალი წელი და ახალი საუკუნე. რადგან აწი აღარაფერი იქნება ისე, აწი ყველაფერი იქნება სხვანაირად. რადგან ჩვენ უკვე აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით. შევხვდებით პლანეტის უდიდეს საფეხბურთო სცენებზე.